ირაკლი კობახიძის განცხადებით საქართველოში საშუალო თვიურმა ხელფასმა 2000 ლარს გადააჭარბა. მისივე თქმით, ბოლო 3 წელიწადში 195,000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ირაკლი კობახიძემ ღამის კურიერში ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი დაახლოებით 3-ჯერ არის შემცირებული. მისივე თქმით, ჩვენს ქვეყანაში 370,000 ადამიანი კვლავ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ რჩება. საშუალო ხელფასი თუ იყო 4 წლის წინ 1200 ლარი დაახლოებით, ეხლა არის გადაცილებული მნიშვნელოვნად 2000 ლარს. დასაქმების ნაწილში მარტო ამ 3 წელიწადში შეიქმნა 195,000 ახალი სამუშაო ადგილი. ეს არის 2022, 23, 24 წლები. ამას რატო ვერ გააყალბებ, გეტყვით. ეს ყველაფერი რამდენი კაცი არის დასაქმებული, აისახება როგორ? ბიუჯეტში შეაქვთ ამათ ფული. მე ხوار შემოხს ეს ფული ბიუჯეტში. 195,000-ით მეტი აქვს ბიუჯეტში საგასაშემოსავლო გადასახადი. და გარდა იმისა, რომ რაოდენობა გაიზარდა, საშუალო ხელფასიც თითქმის გაორმაგებულია 4 წლის წინანდელთან შედარებით. რომ საბოლოო ჯამში ხდება რა? პლუს 195,000 სამუშაო ადგილი მარტო ამ 3 წელიწადში და 4 წლის თავზე გვაქვს გაორმაგებული საშუალო ხელფასი. ხეთ სიღარიბის ნაწილშიც 30% იყო სიღარიბე 2012 წელს, ეს დაგვიტოვეს მემკვიდრეებად. ეხლა არის ჩამოსული 23 წლის მონაცემებით უკვე 11.8%-მდე წესით იმედი გვაქვს, მალე გამოქვეყნდება 2024 წლის მონაცემები, წესით 10%-მდე დაახლოებით უნდა იყოს შემცირებული, ამის დიდი იმედი გვაქვს ყოველ შემთხვევაში. ანუ 3-ჯერ არის დაახლოებით შემცირებული წინა ხელისუფლებასთან შედარებით სიღარიბის მაჩვენებელი. ჩვენ იმას ხوار ვამბობთ, რომ ხალხი ყველა ბედნიერია და ყველა მდიდარია და ეს შემდეგ. უფრო მეტიც 10% დაახლოებით ჩვენი მოსახლეობის, რაც არის 370,000 ადამიანი, ხო? 3,700,000-დან 370,000 ადამიანი ჯერ კიდევ ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა. ჩვენ გვჭირდება დღეს ჩვენი 9,000 დოლარს გადასცა ჩვენი ნომინალური ეკონომიკა. დაახლოებით 13,500 დოლარს უნდა მიაღწიოს იმისათვის, რომ არსებითად მოუგვარდეს საზოგადოებას პრობლემა. სიღარიბიდან უფრო მეტი ადამიანი ამოვიდეს. სიღარიბე ჩვენი პროგრამის თანახმად, რაც გამოაქვეყნეთ არჩევნების წინ, 4%-მდე უნდა შემცირდეს სიღარიბე, ანუ მაქსიმუმ 4% უნდა დარჩეს სიღარიბე 2028 წლის ბოლოსთვის, რაც სავსებით შესაძლებელია. მეგატივი დაინტერესდა გაეზარდა თუ არა მოქალაქეებს ანაზღაურება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და ყოფნით თუ არა სახელმწიფო შემოსავალი თვიდან თვემდე. ასევე მოქალაქეები აფასებენ, რამდენად რეალურია, რომ საქართველოში საშუალო ხელფასი 2000 ლარზე მეტია. თქვენმა ხელფასმა თუ მოიმართეთ? არა, ჩემი ხელფასი ისე არაფერაცაა, ჩემი ხელფასი არაფერი არ მომიმართეთ. და როგორ გიქოთ, დღევანდელი ცხოვრების პირობებში რამდენად საკმარისია თქვენი ანაზღაურება თვიდან თვემდე, რომ თავი? არა, საკმარისი ჩემი ანაზღაურება. რა ვიცი, მუშაობ, მაგრამ ხელფასი არ მაქვს, ისე რაფერაც მეკუთვნის. არ ვიცი გაზდა, მაგრამ ფასები რომ გაიზარდა კატასტროფულად, ეს კი ვიცი. თქვენ თუ იღებთ ანაზღაურებას და ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თუ მოიმართა თქვენმა ანაზღაურება? რამდენად საკმარისია ეს ანაზღაურება თვიდან თვემდე დღევანდელ ცხოვრებაში? ძალიან უმნიშვნელოა, არაფერს არ წარმოადგენს, ძალიან რთული სიტუაცია. მეტი რა გითხრათ? მდგომარეობა ურთულესი. აი წამლებიდან მოვდივარ და ვეღარ გავიყიდე იმდენი ისა რა გაზდაზია ლაპარაკი კატასტროფა. კი 10%-ით გაგვეზარდა წინა თვეში. და რამდენად არის საკმარისი ეს ანაზღაურება დღევანდელი? არანაირად არ არის საკმარისი. ანაზღაურება მე კი გამეზარდა. და როგორ გიქოთ, რამდენად საკმარისია თქვენი ანაზღაურება თვიდან თვემდე? არა, საკმარისი ნამდვილად არ არის. იანვრიდან კიდე გაგვეზარდა ახლა 10%-ით. 2 წლის წინ კიდე გაგვეზარდა. როგორ არა კი? და რას გიქოთ, რამდენად საკმარისია ეს ანაზღაურება დღევანდელ ცხოვრებაში თვიდან თვემდე? საკმარისი. და საშუალო ხელფასთან დაკავშირებით რას გიქოთ? ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2000 ლარზე მეტია უკვე ჩვენს ქვეყანაში საშუალო ხელფასი. 2000 არა, მაგრამ 1500 მაგდა. მე ბავშვები არ მყავს და მყოფნის და
ვინც ახალ მრავალშვილიანია და ბევრი ბავშვები ყავს, რა თქმა უნდა, არ ეყოფა. საერთოდ არ არის საკმარისი ჩემოკარგო. ეს ანაზღაურება არის ძალიან მიზერული და არასაკმარისია საქართველოს მოქალაქეობისთვის ნამდვილად. მithumეტეს ჩვენი პენსიონერებისთვის აი ის პენსიაც კი რაც გააჩნიათ. ძალიან არ ვიცი, ძალიან ძიმე მდგომარეობა საქართველოში ამეტავს. თქვენი ანაზღაურება თუ გაიზარდა ბოლო რამდენიმე წელიწადში? ძალიან მინიმალური თანხით, ძალიან. და როგორ ფიქრობთ, მონაცემებით, საქართველოს მონაცემების სტატისტიკის მონაცემებით და ასევე ირაკლი ყობახიძის განცხადებით, ქვეყანაში საშუალო ხელფასი 2000 ლარზე მეტი არის. ხომ ნეტა რომელ განზომილებაში ცხოვრობს ჩვენი ბატონი ყობახიძე. ნამდვილად არ ვიცი, სად ნახა ასეთ ხელფასი მე მიყვარს. გაურება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. არაფერი. კი გაიზარდა. და როგორ ფიქრობთ, რამდენად საკმარისია ის თანხა, რასაც საკმარისი არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც ძველი ჯობია. გააჩნია ვინც ადმუშაობს. იმის მიხედვით. ზოგს მეტიც აქვს, ზოგს ნაკლები. საქსტატის მონაცემებით 2024 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.5%-ით 173 ლარით გაიზარდა და 2217 ლარი შეადგინა. რეგიონების მიხედვით საშუალო თვიური ხელფასის ოდენობით იმერეთი მერვე ადგილზეა და საშუალო ანაზღაურება აქ 1441 ლარია. ცნობისათვის წელს 1 იანვრიდან საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასი კვლავ 10%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით 2024 წლის მეოთხე კვარტალში ასევე გაზრდილია ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი და იგი 2367 ლარს უტოლდება.